ჩანთა დაიკიდე დედიკო ზურგზე წესიერად. ხო. კი, დედი აქვთ. გიგა. მომე წყალს მე წავიხე. წყალს მომე მე წავიხე, დედ ძიმე. დედა ისი. გოგო. ისი ხარო შენ დე? რა კარგი გოგო ხარო დედი. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ორეული, შარვალი და ზედა რო აცვია. ტემოდან გამოვიწერე და რაც კი გამოვიწერე, ის ერთი რომ მივაბრუნე, რაც გაჩვენეთ. რო არ მომეწონა თორე დანარჩენი ყველაფერზე კმაყოფილი ვარ მე პირადად. დედა. Siamo Dadigo. ასე ვიყავი ძვირფასებო ბაღში. ეხა მოვედი. დაიცაფერცი გავიხადა. გავიხდი. დედიკო. ცხელა, დილით ციოდა. ეხა კი ცხელა. ეს ჟაკეტი არის ტემოდან გამოწებული და დიდი მაქვს, აშკარად ძალიან დიდი მაქვს. არ მიყვარს ძალიან დიდი როა და ეს ზომაა სხვათა შორის. ეხლა ნახეთ, ეხლა არის 11 უკლია 20 წუთი. უნდა მოვასწრო მე 12-ის მერე წყალი არ მექნება და ამ ყველაფრის გარეცხვა მერე პირველის ნახევარზე უნდა გავვარდე. პირველის ნახევრამდე უნდა გავვარდე მე მგონი ბაღში. გეგა წამოვიყვანო აქეთ სკოლაში ცეკვაზე და აწილო შაბათი დღე ბაღში არ ვატარებ. მინდა რომ ცეკვაზე აქეთ მოყავდეს და იქ გართულება აქვს იმას. ამიტომ მოკლედ რა მეყოლება სახლში ორშაბათ დღეს. ეხაც წესით უნდა წამომეყვანა, იმიტომ ბევრი გაციებულები არიან, მაგრამ მომერი და გაციებულში ისმობ ყველა ცხიკინებენ და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც იმავს ქენი. ავტო ვერა ვიცი. მოკლედ, მომივიდა ძირფასებო, ვიდან გამიხსნია. ეივონიდან გამოვაწერინა აქ ცხოვრობს გოგო ამ საქმეში არის და იმ გოგოს შემთვის ამას ქონდა ფასდაკლება, მოკლედ 35 ლარი ხილდა. ეს გამოყენებული მაქვს და არ არის ცუდი, ძალიან კაი სუნი აქვს. ძაფრი მე რომ მიყვარს, მე მიყვარს ძაფრი. ტკბილ სუნებს ვერ ვგუობ. ხო და სუნამო არ მქონდა, როგორც გითხარით, დავამთავრე, საერთოდ არ მქონდა ერთი სუნამო. და იმ 5 ლარიან და 20 ლარიან, რომელსაც ერთი წუთი გაქვს სუნი და მე რომ არ აქვს, ის არ მინდოდა. ეს გამოვიწერე. საერთოდ ამ გოგო მითხრა რომ მე თათია შემიძლია 20 დღეც გაცადო, ყველაზე დიდი ეს არისო. და მოკლედ ეს გამოვიწერე მომივიდა და სუნამო გამყოლი სუნი რო კონდესო ყოველთვის მე ესე გავიგეო რომ ლოსიონთან ერთად, ანუ ტანის ლოსიონთან ერთად. და სუნები მე არ ვიცოდი და ეს ხირდა 10 და რაღაც. ესეც მოაყოლე მეთქი მაშინ უთხარი. ძალიან ბევრია. ჩადიაბა იქეთ. აი ეს. და მე აქვსო გამყოლი სუნიო, მე ესე გავიგეო მითხრა. ეხლა მასთან ერთად მივისხული და ვუი რა კაი სუნი. რა კაი სუნია. რისი სუნია არ ვიცი, მაგრამ ძალიან კაი ყოფილა ეს ისფერი. rebela body lotion forever.
ეს მქონდა ერთხელ ჩემ დაბადების დღეზე მაჩუკა ჩემ მამულმა. მაგის მერე ერთხელ კიდე გამოვიწერე მე და ასე რომ ეხლაც რახან სუნი ვიცოდი. ძალიან მაგარია. ორივე ერთად ძალიან მაგარია. ნახოთ აბა. ეხა კი მომიწევს ამ ყველაფრის გარეთ და წყალში ხელის ჩაყოფა, მაგრამ მაინტერესებს მაინც თუ ექნება სუნი. ლოგინი ყველაფერი გარეთ უნდა გავყარო, ესენიც კი აქ რომ მქონდა მოხუფულებზე. აბა ნახოთ ამან რა ქნა. არა. კი, მოკლედ იმ ხუფებს გამოვიყენებ, იმიტომ რომ შაშანაც მუხამ გაიხსენა, რომ შაშანაც ქონდა უთათია თუ გახსოვს ის შემთხვევა, რომ ოდნავ მოუჭერდი და всё, ასე დავალაგე ყველა თავით, აი ასე. და აქ გადმოვიდოდა რო რამე, აი აქ. ამებში გადმოდის რო რამე იყოს. ასე რომ მოკლედ ეს 32 ცალი მაქვს და კიდე 30 ცალს ველოდები ეხა დღეს რომ გავაკეთებ იქიდან. წავედი ეხა მე მას იქეთ შევინახავ. ცოტა ხანი მაინც მეყოფა 2-3 თვე მაინც ხომ მეყოფა, იმიტომ რომ ბავშვებშიც ხმარობ, სკოლაში გინდ ბაღში ისე არ მიდიან, რომ სუნი უნდათ. ხო და რა არის ეს ცოტა? წავედი. წუხე ყველაფერი დავალაგე, ხედავთ გარეცხილებსაც, ამაში წყალი მისხია სავსე, რო წავიდეს და ვერ მოვასწრო თქო, ესენიც გარეცხილები მიდეს. მარტო 28 კილოს გამოვიტან, 2 აგერ მიდევს და всё, ისევ 60 ან 62 მექნება წელსაც. და გვეყოფა მომავალ ისევ ამ დრომდე. წავედი აბა და მოვალ მერე. მოკლედ ციფრასება უკვე 12 წუთია ციცოთი ესენი გავრეცხე. აგერ მიდევს ეს წყალი მქონდეს არ გადავასხავ რომ დამჭირდეს ეს აგერ მიდევს ამასაც ვერ დავჭრი იმიტომ რომ ვერ მოვასწრებ დაჭრას ხო და არ მინდა რომ გამიფუჭდეს გარეცხილი არ დაფუჭდება ორისთვის მორჩება ეხა პირველისთვის რომ დაიწყება და მე იმას ვიზამ ეს ცეკვა გავყარე ლეიბები საბნები კიდე გასაფენიც მაქვს მაგრამ ძალიან თხოვს კბილს და არ მაგრამ ეხა გემრიელი ისედაც გითხარით რომ არ დამაქვს ცოტა რასაც მოვიტან იმ დღესვე თავდება და ასე რომ ამას გავიკეთებ და ლეღვის მურაბა გამოვიტანე რომ ლეღვი მინდა მარტო ლეღვი ნაჭამიც არ ვარ. ხალხანი გვიან ფაფარო გავაკეთე, ყველაფერი რომ დავალაგე, მე დილით წამადგება მეთქი და ფაფა გავაკეთე. დღეს გამივიდა 9 საათი წუთზე. წარმოიდგინეთ. ბუდელნიკი რო დარეკავს ხალხო ყოველთვის გათიშვაზე ვარ ორიენტირებული. თითქოს და უაზროდ მაღვიძებდეს. წვენი არ მიყვარს მე. მე მახსოვს ამ რაღაც წვენებიდანაც რაღაც კექსივით რო გავაკეთე. ხო და მოკლედ რამეს მოვიფიქრებ და გამოვაცხობ რაც ხას. ეს აქაც გავწმინდე, ის კედლებიც გავწმინდე. ხო, მოკლედ ვიღაცამ დამიწერა, რომ ბიოს რო ვაკეთებდი. ზია ჩაჩუა იყო, მე მგონი თუ არ ვცდები.
ეს რა ქვია წვანილი რომ ნელა ვარჩევდი თუ რა იყო არ ვიცი რა ნახა და ესო ლობიოსო მომავალი წლისთვისო გააკეთებსო ხო და მომავალი წლისთვის რომ ვაკეთებ რაღაცებს და ზოზინა რო ვარ მე მაგიტო არიან ჩემი შვილები უჭმელები და ჩონჩხივით ჩვენს კი გვეტყობა რომ ყოველთვის მომავალი წლისთვის ვაკეთებ რაღაც საჭმელს თუ ვაკეთებ ესენი ის არის ყველა რომელიც მგონია რომ არ ვარგა მოკლედ გინდა გეწყინოთ გინდა არა მე მსგავს რაღაცეებზე საუბარი ვისაც შეგიძლიათ ადამიანებად არ გთვლით და არც არასოდეს არ ჩაგვთვლით თუმცა თავარია თქვენ ხო თვლით თქვენს თავებს კარგებად განსაკუთრებულებად ხო და კარგ ადამიანებს და საერთოდ ადამიანებს მსგავსი რაღაცეები არ შეშვებიათ არც მადადებს, არც მანერვიულებს იმდენად განმივითარდა ეს დაკიდების სინდრომს ვეძახი უკვე ამას, რომ აი მეტი არ შეიძლება, რომ ყველაფერზე როგორ გიჟივით უნდა, მე მგონი გავგიშდი, მართლა. გიჟივით როგორ უნდა გეცინებოდეს ადამიანს. უბრალოდ რას ვაკეთებ, იცით, რომ მიწერთ ძვირფასებო, თქვენ ძალიან დიდი მადლობა, რომ რაღაც კომენტარებს რო ვიტყვი ხოლმე და აი არის ნერვიულო ამად არ ღირს და პასუხის ღირსად უფრო მეტად რაც უნდა ის დაწერონ არ მაინტერესებს რაც უნდა ის დაუწერიათ მაგრამ პასუხს რატო ვცემ იცით რო გონიათ რომ აი ჩვენ რომ დავწერთ რახან საჯაროა ჩვენი ცხოვრება ხო რაღაც მონაკვეთებს რო უყურებთ აი უნდა შეგეძლოთო ყველაფრის მიღება და არ მივიღებ არავისგან ყველაფერს რისი ღირსიც არ ვარ, არავისგან არ მივიღებ. ასე რომ, ამიტომაც არის, რომ პასუხებს გცემთ. არანაირად მსგავსად არა, როგორც თქვენ. მაგრამ პასუხს მაინც გცემთ. მართალი იყო, რომ ეწერა ბავშვების აღზრდას თავი დაანებეთო. იმიტომ რომ მაინც თქვენ დაგემსგავსებიან და ჯობია რომ თქვენი თავები აღზარდოთო. მართალია ეგ. ასე რომ ჩემი ნაზოზინები მე შარშანაც ვაჩვენე რამდენი რამე მოვასწარი და დამერწმუნეთ სამშვილიანი კი არა ერთიც რო არ ყავთ ისეთებსაც კი არ უნდათ მსგავსი რაღაცეები გააკეთონ და თავს არ იწუხებენ. ასე რომ ჩემზე ვის რა გაგვცვა ლაპარაკო ერთი მითხარით. რომელსაც არავისგან არანაირი ხელის წაშველება არ მახსოვს. ერთი ეგ იყო მუხანი მეხმარებოდა და ამაზეც იმდენი ილაპარაკეს, რომ ამ კაცმაც მიმატოვა, ანუ დახმარება. თუმცა მიზეზი აქ იმასაც გადის, მუშაობს მაინც. ხო და დაღლილია და მესმის. ასე რომ არავისზე არ ყოფილა არასდროს დამოკიდებული, არავისზე. იქეთ ვეხმარებოდი მშობლებს, რაც თავი მახსოვს. სიმართლე თუ გაინტერესებთ. იქეთ ვეხმარებოდი, რაც თავი მახსოვს. აი, ბავშვობა არ მახსენდება გემრიელი და. ძალიან მეწოდება რო გისურვოთ, რომ მაგალითად მე რაც გამომივლია, გენახოთ მეთქი თქვენს შვილებზე, განსაკუთრებულებზე და საყვარლებზე და მერე რომ არც შეგეძლოთ რომ დააეხმაროთ და მაგაზე გეყურებინოთ თქო, მაგრამ იმათმა რა დააშავეს ეს თქვენ თუ ხართ ეგეთები. იმ შვილებმა რამდენი ვიცი გოგო ბოსტანშიც რო არ შედიან და საერთოდ მოხუფულებზე და რამეზე საუბარი ძედ მეტია. გინდა ოჯახებში იცით რამდენი ვიცი რომ მხოლოდ აი დედამთილი ან ვინმე რო ყავდა იმათ იმას რო შეყურებენ.
რა კაია, ლეგოს მურაბასთან ხალხო? ეს ატკბობს. გვიან დაიძინეს ჩემებმა. გაუჭირდათ ათგომა. მუხამ დამირეკა, რომ მალე მოვალო და იმას ელოდებოდნენ 12 საათამდე, ის კიდე სადღაც პირველისკენ მოვიდა. აი, ამას მოვჩები და დრო მაგდა. ვერე. კეკა ძალიან მოწყენილი იყო. ძალიან. აქამდე. აქ რო გადის ნებისმიერ ბავშვთან კონტაქტობს და იქ ეხა ვერ ვნახე მაინც და მაინც. ვერაფერი ვერ გავიგე. ახლა მქონდა წყალში ცხელი. ისეთი კაი სუნი აქვს ხალხო, მართლა. ძალიან მაგარია. შამპუნი დაბალზამიან მაგ. დღეს უნდა მოვატანინო მუხას. დღეს ქალაქში რო ვაპირებდი წასვლას, ვერ მივხვდა როგორ წავიდე. 2 დღე აქ ცეკვა ბავშვს და ვერ გავაცნინებ ვერანაირად. მithumet ეს გეგაზი ისე უყვარს ისე რომ გოდეს 5 საათზე შაბათს არა შაბათს არა 2 შაბათს და 5 შაბათს მე მგონი 5 საათზე ხო 5 შაბათი იყო ღმერთო არ მახსოვს გითხა ვერ მოვასწრებდი ვერანაირად დაჭრას პირველი 20 წუთზე გავა გამოვიყვანა ზოხელ ხანდა წორი ცალი შევჭამეს გამომშრალი როა აი ჩირივით ის ძალიან მიყვარს ისიც გააკეთა წელს ჩემთან ბევრი ლეგვის მე მეუბნებოდი აი მაგაზე როგორ და გააფუჭე ლეღვით თქო რომ ჩირი გაგეკეთებინა იმდენი ქონდა გაკეთებული ლეღვი მიყვარს ძალიან საჭმელადაც კი აი რამდენი მქონდა სახლში ლეგვის ხე იმდენს ისხამდა იმდენს რომ წელსაც ყოფილა და მე არც მივიხედე იქეთ რა ვიცი არ მეგონა თუ იყო ჩემს სოფელში შეუვიდათ ჩემს ქუჩაში არა აქეთ სადაც მარშრუტები დადიან აი იქ გზის პირზე მოკლედ შეუვიდათ სახლებში წყლები რამოდენიმეს ჩვენთან არა ჩემი სახლის უკან კი არის მდინარე და ამოდის ხოლმე თხილნარამდე მაგრამ მადლობა ღმერთს რომ აქეთ არა ზემოთ არ აღწევს
იქ სისპის ნამდვილი წყალი საიდან მოდის, ეგ ვერ გავიგე ოღონდ. ნადა რომ მივიყვანე. ტერორისტი მოვიდაო. იქაც ისეთი ქაჯია, არ ვიცი აქ როა. ამინდებმა გაუმართლა ადას. ხვალ გავალ ქალაქში. არ დამადგა ხალხო საშვენი, მაგრამ რა გავაკეთო? დღეს ეხა რო ვიფიქრი გეგას ცეკვა. მერე გოდესაც წავიდეს, მე მგონი თამთაც დღეს არ იქნება, ქალაქში გადის ხოლმე მათე დაყავს ცალკე სწავლებაზე და ამიტომ გოდე ვის დაუტოვო. ხო და ხვალ რო წავალ, ამათ ბაღში რო დავტოვებ, ცეკვა არ აქვს არაფერი, ჩვეულებრივად თამთას არ ველაპარაკები და გოდე არ აწუხებს თამთას არანაირად. ის კი არა, ერთმანეთი ძალიან უყვართ, ეხ გოდესაც უყვარს მათე და მათეც გოდეს გარეშე, აი არ ვიცი, ძალიან უყვარს. ხო და გავუშვებ და იმას იზამს, თამთა სანამ მე არ ვიქნები, დაიტოვებს და მე აქეთ წამოვიყვან. მარტო არ ვუტოვებ ხოლმე იმას, გეგას და ადას, იმიტომ რომ ფეხწიმედ არის რაღაცა და მეშინია რომ არ იქა და რამე ჩემი შულების გამო და თავს ვიკავებ მაინც. მაგიტომაც არის რომ ეხა ამათ გავუშვებ ხვალ ბაღში დავტოვებ და იქედან წავალ პირდაპირ. დღეს მედალიკა უნდა წავსულიყავით ერთად, მაგრამ ცეკვა გამახსენდა შუაღამე სადღაც მუხას მოსვლამდე მივწერე. კი, ვაიმე გოგო დამამიწყდა თქო რომ ხვალ ცეკვა აქვს და თან კვირაში ორჯერ აქვს და არ მინდა რომ გავაცდენინო. ერთი ცალი დამჭა. აი ეს ცოტას ვჭამ მართლა. მაგრამ მაინც ორი ლუკმა თან პურს რო არ ვიღებ, მაინც ყველაფერი მას უქებს. ვერ გავიგე რა არის. და ეს არის ჩემი ჭამა ეხა. კი რაღაც ჭიგაც კი ჩაუყლაპე. აი ეს. მეტი არაფერი არ ხდება. წავედი ახლა. მე იატაკს მოვწმენთ მარტო. კიდე. ერთჯერ გადავუსვე სანამ რომ არ იყოს მაინც წყალი მაგ იქეთ ვანაც გავავსე ტაშტიც ვედროებიც ყველაფერი გავავსე. იატაკს მოვწმენთ ერთჯერ და всё. გაზის კარი მაქვს მოსახსნელი. შიგნით ჩადის ხოლმე. აი აქედან რომ წმენთ კაფივით რაღაც რო იყო შიგნით ჩამივიდა და ეხა მუხამ უნდა მომიხსნას რომ გავწმინდო. ისიც დაუმზადებიათ ჩემიც, ასაწყობად მზად არისო, ასე რომ მუხას შეიხმიანებიან, მუხა რო იყოს ისე და კედელი არ მომიხეხია დღეს, ხამე მოვხეხა მაგას, ამ იმებს რომ მოვჩები. ქვავები არაფერი არ დამტოვებია, ყველაფერი გავხეხე და მაინც 12 საათი არ იყო რომ დავაწვინე ბავშვები, მაგრამ მაინც სანამ მუხა არ მოვიდა, ლოგინში თამაშობდნენ. იქ ტომატი მიდევს არ გამიხუჭდეს. მზე არის, მზე ადგას. აი ასე, ჩემო კარგებო, წავედი აბა ბედნიერ, მშვიდობიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას.